ძველ ბერძენ პოლიტიკოსებს, ორატორებს რო ენახათ საქართველოს უახლესი საქართველოს პოლიტიკოსები დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე ალბათ დანებდებოდნენ და უპირობოდ აღიარებდნენ დემაგოგიის კორიფეებად ქართულ პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს, იმიტომ რომ ყველა ის მეთოდი, ხერხი, საშუალება, რომელიც კი არსებობს, გამოყენებულია საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ საკუთარი პოლიტიკოსების მხრიდან. არაარსებით საკითხებზე ხდება აპელირება მუდმივად წინა პლანზე წამოწევა და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ჩვენი პრობლემა, ყველაზე შეიძლება ითქვას დიდი საფუძველი ჩვენი ქვეყნის ცუდ დღეში ყოფნის, ჩვენი მოქალაქეების მიგრაციის, ჩვენი მოქალაქეების დემოგრაფიული პრობლემის არსებობის არის არაეროვნული ხელისუფლების ყოლა. მიუხედავად იმ პოპულისტური აზრებისა, იმ დემაგოგიური გამოსვლებისა, რასაც ესა თუ ის ხელისუფლება ეწეოდა და ეწევა დღესაც, საქართველოს არ ყავს ის ხელისუფლება, რომელიც მის ინტერესებს დაიცავს და საქართველოს ინტერესების დაცვა არის პირველ რიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მისი უსაფრთხოება, მისი მოსახლეობის უზრუნველყოფა, როგორც ეკონომიკური, ისე საგანმანათლებლო, სამედიცინო სივრცის უზრუნველყოფა, რაც ჩვენ არ გვაქვს სამწუხაროდ, სამაგეროდ და კიდევ ის მიგრაციული პროცესები, რომელიც დღეს საქართველოში ხდება, ქართული მოსახლეობის ემიგრაცია და მიგრაციული პროცესები ახლო აღმოსავლეთიდან საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის ადამიანების, რაც თავისთავად ჩვენს გარემოს არა სანდოს ქმნის და უსაფრთხოების გარანტიები აღარ არსებობს სამწუხაროდ გვესმის ათასი უბედურება, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, როგორც ჩვენივე მოქალაქეების მიერ ჩადენილი, ისე უცხოელი მოქალაქეების. არარსებითია ის საკითხები, რომელიც ხდება წინ წამოწევა, მაგალითად ჩიბურეკი ეროვნულია თუ არა და რომელი ხინკალი ჯობია და ვინ უფრო კარგად ცეკვავს და მღერის და ოკუპანტზე ხელის დაატყმა კაი ბიჭობა თუ არა. არსებითია ზუსტად ის ოკუპაცია, არსებითია ის ანტიქართული განწყობა, რომელიც მუდმივად თუ სოციალურ ქსელებს გადავხედავ ძალიან კარგად ჩანს და საქართველოს და თვითონ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების არ გარანტირება, რომლის გამოცვაში ჩვენ ცხოვრობთ სამწუხაროდ უკვე რამდენი წელია და ამიტომ მართლა კლასიკოსები ხართ დემაგოგიის და პოპულიზმის პატივცემულო პოლიტიკოსები.